ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ხელის არატიფიკაციო სიგელს მოაწერა. ხელმოწერის ცერემონია პარლამენტში გამართულ მიღებაზე მოხდა. ირაკლი ხარიბაშვილმა პრეზიდენტის პარლამენტში სტუმრობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განმარტა, რომ მარგველაშვილის პარლამენტში მისვლა მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მიღებას მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დიპლომატიური კორპუსის წევრებიც ესწრებოდნენ. ამ დღის შემდეგ ჩვენ მოგვიწევს 22 საათიან რეჟიმში მუშაობა. და მთავარი არის რომ ყველა პარლამენტი მთავრობა, მთლიანი საზოგადოება იყოს ერთიანი, იყოს კონსოლიდირებული იმისათვის რომ ჩვენ მივახცევთ ჩვენ საერთო მიზანს, რაც არის ძლიერი თანამედროვე სახელმწიფოს ასე ვთქვათ შექმნა და გაძლიერება ჩვენი ქვეყნის განვითარება. სიურპრიზი არ ყოფილა. პრეზიდენტი შემოგვიერთა ჩვენ და საერთოდ მე მიგვირს რატომ ატეხეთ ამ ხელა აჟიოტაჟი მოსვლა არ მოსვლაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ პრეზიდენტი არის ჩვენი გუნდის წევრი და პრეზიდენტი შემოგვიერთა ჩვენ ამ მნიშვნელოვან დღეს. არც წლეულები დაჭირდა იმას, რომ ასეთი ფრაზა გაჩენილიყო საქართველოს როგორც ევროპის ნებისმიერი სხვა ქვეყანა. ეს არის აღიარება იმისა, რომ ევროპამ ვცნო თავის ტოლად და სწორად, რა თქმა უნდა, იმ პირობების დაცვით რაც ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება და ჩვენ ეს გვინდა, არა იმიტომ რომ ევროპა ითხოვს, არამედ იმიტომ რომ გვინდა სამართლიანობა. ევროპას სამართლიანობისკენთვის იბრძვის. გვინდა თავისუფლება. ევროპაში დამკვიდრდა თავისუფლება ყველაზე უკეთ. გვინდა კეთილდღეობა, ადამიანები არ იყვნენ გაჭირვებაში. ეს ევროპაში მოხერხდა. ასოცირების შეთანხმება არის დღევანდელი მთავრობის, დღევანდელი საქართველოს და დღევანდელი ქართველების ინვესტირება ჩვენი ქვეყნის მომავალში. ჩვენ მუშაობთ იმისთვის, რომ მომავალი თაობები ცხოვრობდნენ უკეთესად. ჩვენ მუშაობთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა, ჩვენი საქართველო, ერთხელ და სამუდამოდ გახდეს თანამედროვე, პროგრესული და ძლიერი სახელმწიფო, რომლის დამარცხება იქნება შეუძლებელი, რომელიც იქნება ევროპული ქვეყანა. ეს მართლა ისტორიული დღეა, როგორც არ უნდა გაცოთილად ჩანდეს ეს სიტყვები. ალბათ ყველაზე მთავარი დღეა ჩვენი ქვეყნის ბოლო 20 წლის ცხოვრებაში, პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგრამ ეს დასაწყისია. არავის არ უნდა კონდეს განცდა, რომ აქ ახლა რაღაც დამთავრდა და უნდა განცხრომას მივეცეთ და ბედნიერებისგან ვიყოთ აღფრთოვანებულები. ეს მხოლოდ დასაწყისია. მთავარი, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ამ გზაზე ის არის, რომ ევროპული ცხოვრება ვაქციოთ ჩვენი ცხოვრების წესად.